2024 წელი იყო ერთ-ერთი საუკეთესო წელი და ამავდროულად ძალიან ცუდი წელი ჩემთვის. მე მოგიყვებით რა იყო კარგი 2024 წელს კონკრეტულად ჩემთვის, რა იყო ცუდი კონკრეტულად ჩემთვის და ნუ ზოგადადაც ვისაუბრებ და რას უნდა ველოდოთ 2025 წელს. ჩემგან თქვენ რას უნდა ველოდოთ კონკრეტულად. კარგი ის იყო უნივერსიტეტში ასე თუ ისე წარმატებული წელი იყო. სხვათა შორის ჩემი უნივერსიტეტი ძალიან ლამაზად არის მორთული ახალი წლისთვის, ეგეც უნდა ვაღიაროთ. უნივერსიტეტში წარმატება აისახა ჩემ ჯიბეს. მანქანა მაჩუქეს 2014 წლიანი Camry. გარბენი საკმაოდ დიდი აქვს 278,000 მილამდე ავიყვანე მე. დაჟე უფრო მეტი უკვე. გარბენზე ცოტა რაღაცნაირად ისინი მოვიდა, კითხვები მოვიდა ხალხისგან რომ უფრო დაბალი გარბენი გეყიდა, უფრო ახალი გეყიდა, უფრო კარგი გეყიდა. მაგრამ ის არავის არ უფიქრია რომ მაჩუქებ თუ არს არ გეტყვით. ძალიან ბევრი ნახვები დავაგროვე. აი ეს ვიდეო ავიღოთ მაგალითად, ან ეს ვიდეო ავიღოთ მაგალითად. TikTok-ზე გამოვიგონე ახალი პერსონაჟი, ჩემი ტვინი და როგორ საუბრობთ მე და ჩემი ტვინი. აუ ეხლა ამას ბატონს მიმიში გეხოცები. უკვე მიცაღაში მოდი. დიალოგი როგორია ჩემსა და ჩემ ტვინს შორის. ეგავსახე ერთხელ და მაგის მერე გახდა საკმაოდ პოპულარული. 100,000 ნახვა რამდენიმე ვიდეომ დააგროვა. ბევრ ნახვებს და TikTok-ზე ზრდას მოყვა კიდე ერთი დადებითი რაღაც, კოლაბორაციები. ორ ადამიანთან ერთ-ერთი მათ შორის არის ცინტო ფოტოგრაფი TikTok-დან. შეიძლება იცნობდეთ YouTube-ზე ცდილობს ბიჭი, მაგრამ არაფერი არ გამოსდის შერჯერობით. ამის თქვის უბნება მაგ ჩემის ვაკაცია. და აგრეთვე გავიცანი No Nonsense Vision-ი იგივენაირად გიორგი. ნუ ძალიან კარგი ტიპია გიორგი. ძალიან მაგარი ვიდეოები და ძალიან მაგარი კონტენტი აქვს. ტოპი, ერთ-ერთი ტოპი საქართველოში უეჭველ და თუ არ იცით გიორგის შესახებ, უნდა იცოდეთ. სხვათა შორის მე და გიორგი, აი ამ ვიდეოში გავიცანეთ ერთმანეთი, შეგიძლიათ ნახოთ ეგ ვიდეო, ძალიან კარგი ვიდეო გამოგვივიდა, მაღალი ხარისხის. სპონსორებიც მოვიპოვეთ. სპონსორები არა, სპონსორი, კონკრეტულად ჯეტი. ერთადერთი კომპანია, რომელმაც ჯერჯერობით დამაფასა და გვერდში დამიდგა. ახალი კამერა ვიყიდე, რის საშუალებითაც იმედია, რომ გაცილებით უკეთეს ვიდეოებს გადავგებ და უკეთეს ვიდეოები შემოგთავაზებთ. თან ჩემ თავსაც ხედავ ახლა. კიდე ძალიან სენტიმენტალური მომენტი მქონდა. ჩემი დაჩა მოვიდა, რომელიც არ მყავდა ნანახი 5 წელი. ვიდეოც დავდე სხვათა შორის მაღაზიაში თუ არ გაქვს ნანახი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ ეს ვიდეოც და მე არქივებინა, ისე ვთქვათ, რომ ნუ ასე ვთქვათ, ოდესღაც მე გავიხსენო და უყურო ხოლმე, გავიხარო მაგ ვიდეოებით. კიდე ერთი კარგი ის ხდება, რომ ოდნოკლასნიკებს ვიწყებ. დიახ, თქვენ შეგიძლიათ რომ ოდნოკლასნიკებზე ვიყუროთ ამიერიდან, შედით ok.ru-ზე, ok.ru-ზე და ჩაწერეთ ივან ბუაძე და ამოგიგდებთ საუკეთესო ვიდეო. დაიჯერე? ok.ru არა, ჩემ ცუდი რაღაცეებიც ხდებოდა როგორც ჩემ თავს, ასევე საქართველოში. მოდი პირველ რიგში ვისაუბრებ უშუალოდ საქართველოში რა ხდებოდა. რა ხდება? ძალიან სერიოზული პრობლემები გამოჩნდა პოლიტიკური, ბევრი ადამიანი დაიჭირეს, ბევრი ცემეს, ბევრზე იძალადეს და ნუ ძალიან ცუდი რაღაცები ხდებოდა და შეიძლება ამ ვიდეოს როცა წერ, ჯერ კიდე მიმდინარე პროცესია ეს და რა ვიცი, ვიზიარებ მეგობრებო თქვენ წუხარებას და იცოდეთ რომ მე თქვენთან ერთად ვიდექი და თქვენთან ერთად ვიდგები ამ წარე წუთებში. მოდი მაგაზე დავამთავროთ ახლა, უფრო ისეთი საკითხია, რომელზეც ჩემზე გაცილებით უფრო ჭკვიანმა ადამიანებმა უნდა ისაუბრონ, ვინც მართლა პოლიტიკაში ერკვევა და გლობალურ პოლიტიკაში უბრალოდ არბრონ და მე მათ არაფერი არ მესაქმევა, მე ერთადერთი რაც მესაქმევა და ჩემი აზრი დავაფიქსირებ, მკიცეთ და გაცილებული ვარ ჯერ კიდე. კიდევ ერთი ცუდი ამბავი ის იყო, რომ პანიკური შეტევები მქონდა. ძალიან რთული პერიოდი იყო ჩემთვის, პანიკური შეტევების თვალსაზრისით. სხვათა შორის არასოდეს არ მისაუბრია ამ თემაზე და ვფიქრობ, რომ უკვე დრო არის. პანიკური შეტევები მე ვაწუხებს უკვე ძალიან დიდი ხანია რა. რავი, 1-4 წელი მაინც იქნება. მაგრამ წელს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ჩემი პანიკური შეტევებისთვის. იდეაში ვიდეოებში შეიძლება შევამჩნიოთ ციკებს ვეძახით, რაღაცა მაგალითად ბეჭის მოძრაობა შევამჩნიოთ, რაღაც ქავილის ავტოსნობა საკნო, ხმაჩას უნდა სხვა თუ არაფერი და ნუ ესეც ასე ვთქვათ ერთ-ერთი პანიკური შეტევების მანიფესტაცია, ასე ვთქვათ, ესე იჩენენ თავს. და ვინც არ იცით პანიკური შეტევა რა არის?
მინდა რომ აქ ლაითად გითხრათ რა არის და თუ ვინმე დაინტერესდებით პანიკურ შეტევებზე ჩემ გამოცდილებაზე და როგორ შეიძლება თქვენ თავებს უშუალოდ ან პრევენცია მოახდინოთ ან თქვენ მეგობრებს ოჯახისეებს ან ნათესავებს უშუალოდ დამწერეთ კომენტარებში და აუცილებლად ამაზეც გავაკეთებ ვიდეოს, იმიტომ რომ ძალიან სენსიტიური თემაა, რომელზეც ბევრი ალაპარაკობს, ბევრს ეშინია რომ გიშად არ ჩათვალონ, ბევრს ეშინიათ რომ რაღაც უმკურნებელია და ბევრი უბრალოდ გამოსავალს ვერ ხედავს. ერთადერთი მე ახლა ამას გეტყვით რა, პანიკური შეტევის დროს თავისუფლად ადამიანს გონია რომ ყვდება და იმდენად რეალურია ეს შეგრძნება, რომ ვერ გაარწმუნებ რომ არ ყვდება. მარტო ამ ადამიანს კი არ ჯერა რომ ყვდება. ხალხსაც ჯერა. ყველას ჯერა რომ ყვდება, იმიტომ რომ მე თვითონ გამოცადე ჩემ თავზე არაერთხელ ცუდი გამოცდილება მქონდა. აი მაგალითად რაში გამოიხატება? პულს გრძნობ, რომ 200-მდე ადის, გავთვალისწინოთ რომ ნორმალური პულსი ადამიანის არის 60-დან 100, მოსვენებელ მდგომარეობაში, ვარჯიშის მდგომარეობაში შეიძლება 150-ს გადაცდეს ოდნავ და პანიკურ შეტევებზე ყოფილა შემთხვევები, როცა პირადად მე 200 პლუსი პულსი მქონია, რაც არის ძალიან ცუდი. და 20 წლის ბიჭს წნევები მაწყობ და 200 პლუსი წნევაც მქონია 200-120-ზე კონკრეტულად ბოლოს რაც მახსოვს და ძალიან ცუდი შეგრძნება იყო. მაგრამ საბედნიეროდ რაღაცები ვისწავლე, რაღაცები გავიგე და ვფიქრობ, რომ შემიძლია რომ ძალიან დიდი ცოდნა მოგაწოდოთ და ბევრს დაგეხმარებით. ნუ მოკლედ მოვიფიქრე უკვე მაგ ვიდეოს ვაკეთებ იმდენად სენსიტიური საკითხია რომ აქ ვერ მოახერხებ ლაპარაკს სპეციალურად გავაკეთებ მაგ ვიდეოს თუ ვინმეს ინტერესი გააქვთ თქვენც დამიწერეთ რომ ვიცოდე ვის გაინტერესებთ ეს თემა. შემდეგი ცუდი ამბავი ის მოხდა რომ მანქანის ბამპერი გავტეხე. ბამპერი იყო დამსხვრეული, ჯერ კიდე დამსხვრეულია და ბამპერის გარეშე დავდივარ და შესაბამისად მე მისახედი მაქვს. მაგრამ არა უშავს უშველი რამეს მივხედავ მაგასაც. კაი იქნება სპონსორი თუ მომეხმარება ვინმე ახალი. სხვათა შორის პოლიტიკაზე კი ვახსენე რომ აღარ გავყვები მეთქი, მაგრამ ჩხუბი მომივიდა დეპუტატთან და მერთან. ოღონდ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში. პირველ რიგში ვაგინეს, მე ვეჩვენენ. ძალიან უცნაური მომენტი იყო, მაგას ბევრ ახსნა განმარტებას არ გავუწყებ. ერთი იმის სხვა შემიძლია რომ ჩვენ არაფერი დაგვიშავებია და ლაივ სტრიმი მიდევს სხვათა შორის როგორ მოხდა ეს ჩხუბი, სადაც მართლა არაფერი არ ხდებოდა საჩხუბარი და უეცრად გინება და რაღაცა ხმები მესმის და ჩემ გვერდზე იდგა 16 წლის გოგონა. ნუ ლოგიკურია რომ არ გესიამონება, პატარა გოგო დგას იქ და მრავლობითში რომ დეპუტატი გაგინებთ. გულსატკენია, არ არის მოსაწონი ფაქტი და ეგეთ დეპუტატი, საერთოდ დეპუტატი რატოა ეგეთ საკითხავია. აგრეთვე ჩხუბებზე გავაგრძელოთ, გითხარით რომ გავიცანი ფოტოგრაფი რაღაცა. გითხარით რომ გავიცანი no nonsense vision-ი და ამ ვიდეოში მოგვიდა ჩხუბი. სუნიანი ვიძახეს. და მაგაზე მე ვღადავდით და სუნამოებს ვისხავდით. ესეც საინტერესო ამბებიც მომივიდა წელს. უცნაური იყო როგორ მოვასწარი ამნე. ჩხუბი უფრო მეტი მოვასწარი ვიდრე კარგი რაღაც პონჩი, მაგრამ არა უშავს. ეხლა მოდი ყველაფერს ცუდ შევეშვათ, ნეგატიურ შევეშვათ და გადავიდეთ მომავალზე. პირველ რიგში მინდა გეგმები დავისახოთ. 2025 წელს, 5 წელს, ნაციონალურ წელს. 2025 წელს მე მინდა რომ 30000 გამოწერი გავწუროთ. 30000 გამოწერი გავწუროთ ცოტა უხერხულად და ცუდად ჭირს. იმიტომ რომ ამ გამოწერის უკან თქვენ გახართ ეგ მიხარია მე. მაგრამ გიხვეწებთ ღამე ნუ მირეკავთ ხოლმე, Facebook-ი აგერ ამოვარდა, Instagram-ი აგერ ამოვარდა, TikTok-იც აგერ ამოვარდა და TikTok-ში მანდ დამამატეთ და მანდ ვილაპარაკოთ ხოლმე, თორე ისე ნუ მირეკავთ გთხოვთ უაზროთ. ფიქრობ რომ უკვე დრო არის რომ ჩვენ ჯგუფი დავიწყოთ. შევქმნი ჯგუფს, რომელსაც დავარქმევ ივან ბუაძე ან რა ვიცი რა დავარქვა. Links დავტოვებ description-ში. და სხვათა შორის კომენტარებშიც დავტოვებ links. შეგიძლიათ შემოგვიერთეთ მაგ ჯგუფში, მაგრამ რას დავარქმევ ჯერჯერობით ნახდათ არ ვიცი. აღმოვაჩინე რომ წელს ძალიან ბევრი ჩემი გამოწერი მიყურებდით. ანუ ძალიან მიხარია ეგ ფაქტი, ანუ ახალი ხალხი არ მიყურებდა იმ დონეზე როგორც ძველი. ანუ თქვენ ვინც ახლა მიყურებს. და მაქვს ერთი კითხვა თქვენთან. როდის აღმოვაჩენთ საერთოდ ჩემი არხი? ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ მიხარია მაგას რო ვიგებ, რომ აი ვიღაცა შეიძლება 1000 გამოწერიდან მიყურებს, ვიღაცა 500 გამოწერიდან, ვიღაცა შეიძლება 6000-დან, მაგრამ მანც რაღაცნაირად აი დამწყები თქვენ ხართ რა, ანუ თქვენი საშუალებით მოხდა რომ რაღაცას მივახციეთ და
ძალიან მიხარია ეგ ფაქტი და მინდა რომ უფრო ახლოს გავიცნო ჩემი თავდაპირველი გამომწერები, იმიტომ რომ ეხლა ეს პერიოდი არის ჩემი YouTube არხის დაწყება. ჯერჯერობით სანამ 50-ს არ გადავწვდებით, ეს არის ჩემი ახალი არხია მაინც. მაქვს რამდენიმე იდეა, რისი დაწყებაც მინდა 2025 წელს, თუ მოვახერხე და თუ დრო მქონდა. უნდა გავთვალისწინოთ რომ სამედიცინოზე ვსწავლობ და ცოტა დროის კუთხით მიჭირს. კარგი ვიდეოები გელოდებათ ერთი მაგ პირობას გაძლევთ. და ბოლო დაპირება რაც მინდა რომ გითხრათ. იცით რა არის? ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამაზე. სპონსორობის თვალსაზრისით. მოდი არ დავმალავ და თავიდან გეტყვით რომ 3000 თუ 4000 გამომწერს რო გადავწვდი, მაგ დროს ცოტა ამბიციები მომაწვა და თითქოს ყველას რო და რაღაცები, ნუ იტოქში რო ასპონსორებდნენ, ფიქრობდი რომ აი რაღაცნაირად მეც მინდა და მეც მჭირდება, აი რო უყურებდი სხვებს. მაგრამ ცოტა აზროვნება შემეცვალა ამ ბოლო პერიოდში. ანუ ძალიან კარგ ფულსაც იხდიან, ძალიან კარგი სპონსორები არიან, მაგრამ ფიქრობ რომ არ იქნება ჩემთვის ეს სწორი, ჩემი მხრიდან ეს სწორი არ იქნება და ამ ვიდეოშივე მინდა დაგიდოთ პირობა რომ არასოდეს ჩემ არხზე არ იქნება ისეთი სპონსორი, რომელიც ცხოვრებას დაგინგრევთ, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ კაზინოები მაინც ისეთი თემაა, რომ ძალიან ბევრი კარგავს ბევრ ფულს მაგალითად ურთიერთობებსაც ამის გამო დამოკიდებული ხდება და მე ამ არხზე მიყურებთ ახალგაზრდები, ახალი თაობა და არ მინდა რომ თქვენ ეს ჩაგჩეთ ჩემი ვიდეოები და თითქოს კაზინოები კარგია. კაზინოები არ არის კარგი და მე მაგ პირობას გაძლევთ რომ რამდენ გამომწერზე უნდა ვიყო და რამდენ ფულზეც უნდა იყოს ლაპარაკი, მე უბრალოდ კაზინოებთან არ ვითანამშრომ, სანამ ეს არხი იარსებებს, მაგის პირობას გაძლევთ ახლა. ამის შემდეგი ვიდეო დიდი ალბათობით იქნება ბაკურიანიდან და ვეცდები და ყოველთვის ვცდილობ რომ კონტენტი განავითარო და თქვენთვის უკეთესი მოვიტანო. შეიძლება რამდენიმე ჯერ მომიწიოს ისე რომ თვეში 2 ვიდეო დავდო ან 1 ვიდეო, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები რომ მუდმივი ვიყო და მაქსიმალურად ვეცდები რომ ის ვიყო ვინც რეალობაში ვარ. დავხურეთ ის ღლაბუცა და რაღაც უაზრო წლები ასე რომ ვთქვათ და ეხლა მინდა დავიწყოთ უფრო მაღალი ხარისხის ვიდეოები და მინდა რომ უფრო ბუნებრივი ვიდეოები შემოგთავაზოთ. ცოტა ღლაბუცა მაინც ვარ, ეხლა მაგას ვერ გავეცე. ეგ იყო დღევანდელი ვიდეო მეგობრებო. გისურვებთ მრავალ ახალ წელს და ბედნიერ ახალ წელს და ყველაფერი კარგს რაც ავარია. მადლობა რომ მიყურებდით და მადლობა რომ ჩემს გვერდით ხართ. ახლა კი გამშვიდობებით. აბაი.